დაცულ ტერიტორიებზე კომბინირებული ბილეთების სისტემა ამოქმედა, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ერთიანი ბილეთით რამდენიმე ტურისტულ ობიექტს ესტუმრონ. ინიციატივის მიზანია როგორც ფინანსური ხარჯების შემცირება, ისე ეკოტურისტული მარშრუტების უფრო მარტივად და მოქნილად დაგეგმვა. სისტემა აერთიანებს პოპულარულ ბუნების ძეგლებს და ტურისტულ ლოკაციებს, რაც ვიზიტორთა ნაკადსაც უფრო ეფექტიანად ანაწილებს. რა გახდა ამ სისტემის დანერგვის მთავარი მიზანი და როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში, რამდენად უწყობს კომბო ბილეთები ეკოტურიზმის განვითარებას და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას, ტრადიციულად დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამარ ხახიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. ძალიან დიდი მადლობა, როდესაც გაზაფხულის ამ პერიოდში მე თქვენ ხშირად ხვდებით ხოლმე ერთმანეთს და ეს შეხვედრა ამჯერადაც არ არის გამონაკლისი, იმიტომ რომ ძალიან აქტიურდება ყველა იმ ადამიანთა იმ სურვილთა რაოდენობა, რომელსაც აქვს სურვილი რომ დაცულ ტერიტორიები მოინახულოს. ეს ეხება როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს. თუმცა თავდაპირველად იმ სიახლის შესახებ მინდა მივცეთ მაყურებელს უფრო მეტი ინფორმაცია, რაც ეხლა მე ვახსენე ჩემს შესავალ ნაწილში, რამდენად შეუწყობს ხელს კომბინირებული, ასე ვთქვათ, ეს ტარიფები რეალურად იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ვიზიტორმა მოინახულოს და მე უკვე მივმოვიხილოთ მთლიანობაში რა ხდება დაცულ ტერიტორიებზე. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ, რომ გაზაფხულის სეზონიდან გამომდინარე ვიზიტორთა რაოდენობის მატებას ვარაუდობთ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მით უფრო რომ წინ მაის-ივნისის პერიოდებია, როდესაც განსაკუთრებით იმატებს ექსკურსიების პერიოდები, სკოლებიდან ექსკურსიები და რა თქმა უნდა, უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი სწორედ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ რა თქმა უნდა ვსწავლობთ იმ ტრენდებს, თუ რა სურთ ვიზიტორებს, კონკრეტულად რა სითხოვენ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა პარალელურად და რა უქმნით მათ უფრო მეტ კომფორტს გადაადგილების თვალსაზრისით. ბოლო წლებში საკმაოდ გამოიკვეთა ეგრეთ წოდებული კომბო ბილეთების საჭიროება, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც წესი, ვიზიტორები რამოდენიმე დაცულ ტერიტორიას სტუმრობენ ხოლმე და მათი მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ ყოფილიყო ეგრეთ წოდებული კომბო ბილეთები, რომელიც მათ უფრო ბიუჯეტურად მოგზაურობის საშუალებას მისცემდა რამოდენიმე დაცულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, დაიდენტიფიცირდა ის დაცული ტერიტორიები, რომელიც უფრო მეტად არის პოპულარული ვიზიტორებისათვის, საუბარი გვაქვს მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, ნამენახევის მღვიმე, სათაფლიას მღვიმე, ასევე ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი და შესაბამისად ამ 6 დაცული ტერიტორიების ირგვლივ მოხდა კომბინირებული ბილეთების შექმნა, რომელიც სხვადასხვა სატარიფო პოლიტიკის ფარგლებში აძლევს ვიზიტორებს საშუალებას, რომ უფრო ბიუჯეტურად, ვიდრე ინდივიდუალური ბილეთების შესყიდვის შემთხვევაში და რა თქმა უნდა, უფრო ოპერატიულად მოქნილად დაგეგმონ მათი მოგზაურობა. როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში? მაგალითად, რომელი ბილეთის აღების შემთხვევაში ხდება, რომ დავუშვათ მთლიანობაში ჩამეთვლება, რომ კომბო ბილეთი ვიყიდე, კომბო ტური უფრო ზუსტად. რა ფორმა არის ამ კუთხით და პრაქტიკულად ეს როგორ შეიძლება რომ გამოვიყენოთ? დღეს მდგომარეობით, როგორც იცოდეთ, არსებობდა მხოლოდ ინდივიდუალური ბილეთები, როდესაც ერთი ბილეთის ყიდვის შესაბამისად ვიზიტორი მოინახულებდა მხოლოდ იმ ცალკეულ დაცულ ტერიტორიას. კომბინირებული ბილეთები არის როგორც ორი საიტისთვის, ასევე არის მაგალითად შესაძლებლობა, რომ ვიყიდოთ 3 სხვადასხვა საიტისთვის კომბინირებული ბილეთი, რაც რა თქმა უნდა შესაბამისად გარკვეულ შეღავათიან ტარიფს გულისხმობს. ასე მაგალითად, თუ შევიძენთ სათაფლიას მღვიმეს და ნამენახევის მღვიმის ბილეთს, ასევე ფასდაკლებით შესაძლებელი იქნება პრომეთეს მღვიმის ყიდვა და ანალოგიურად ოკაცეს კანიონის და ეს შეძენა სად ხდება? ვებგვერდზე ხდება თუ დავუშვათ ადგილზე მისვლის შემთხვევაში ვახდენ ამის შეძენას და მთლიანობაში ვყიდულობ უკვე კომბინირებულ, ანუ კომბო ბილეთს? ორივე შემთხვევაში არის შესაძლებელი, როგორც იცით, ადგილზე სალარო ჯიხურების მეშვეობით ხდება ბილეთების შესყიდვა, ასევე ჩვენ დანერგილი გვაქვს ონლაინ ბილეთების რეალიზაციის პლატფორმა, სადაც ონლაინ შესაძლებელია, რომ ნებისმიერი ბილეთის შესყიდვა მოხდეს და შესაბამისად ნებისმიერ ვიზიტორს, რომელიც შეიძენს კომბინირებულ ბილეთს, 1 წლის განმავლობაში შეიძლება უკვე აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე ისარგებლოს აღნიშნული კომბო ბილეთის ფარგლებში. კი ბატონო, რამდენად ეკონომიურია? მე როგორც მაგალითად დაცული ტერიტორიების ხშირი მომნახველი და ჩემნაირი ძალიან ბევრია და ყოველთვის იმედი მაქვს რომ ბევრია. აი ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ჩვენ ეს კომბინირებული ბილეთი შევქმნით მხოლოდ იმ დაცული ტერიტორიებისთვის, სადაც სატარიფო პოლიტიკა არის დაწესებული, როგორც იცით, აქვე დავწერენ, რომ ძირითადად დაახლოებით 95% შემთხვევაში დაცულ ტერიტორიებზე შესვლა არის უფასო აბსოლუტურად და შესაბამისად აღნიშნული სისტემა მათზე ამის საჭიროება, რომ მათზე გავრცელებულიყო არც იყო. შესაბამისად იმ დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ფასიანია შესვლა, ეს კომბინირებული ბილეთი გვაძლევს საშუალებას, რომ მაგალითად ორი კომბინირებული ბილეთი თუ მოიცავს 3
ლოკაციას, ორი შეჯენზენის შემთხვევაში მესამე ფაქტიურად 50% ან მეტი ფასდაკლების გაკეთების საშუალებასაც კი იძლევა. დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიებზე და შესაბამისად ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას, მოთხოვნას, მიმზიდველობას და ყოველივე ამის გათვალისწინებით ხდება ამ სატარიფო პოლიტიკის გამოყვანა. რა თქმა უნდა, აღნიშნავ, რომ ეს არის აბსოლუტურად თანხმდროში საერთაშორისო პრაქტიკაში ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებს, არა მხოლოდ მუზეუმებს, საერთაშორისო მაგალითებზე, სადაც აღნიშნული სისტემა ძალიან ეფექტურად. კი ბატონო, ეს კომბინირებული დავუშვათ ბილეთები მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკა, ამიტომ რამე განსაკუთრებულ უჩვეულობას თითქოს აქ ვერ ხედავთ, თუმცა რამდენად ფიქრობთ, რომ ქართველი მომხმარებელი განსაკუთრებით ისინი, ვინც საქართველოს მოქალაქეებიან დაცულ ტერიტორიების მონახულებას გეგმავენ, ისინი აქტიურად გამოიყენებენ თუ ეს მაინც უფრო უცხოელ ვიზიტორებზე და საერთაშორისო მოგზაურებზეა გათვლილი? აღნიშნული რეალურად შესაძლებელია აღნიშნული ისარგებლოს როგორც ქართველმა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებმა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ იმ ვიზიტორებისათვის, რომელიც ისედაც სტუმრობს აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებს, მაქსიმალურად ბიუჯეტური ბილეთები შეგვეთავაზებინა და ასევე გაგვემარტივებინა მათთვის ორგანიზება. როგორც იცით, აღნიშნული დაცული ტერიტორიები ერთმანეთთან საკმაოდ ტერიტორიულად საკმაოდ ახლოს მდებარობს, შესაბამისად აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ერთი დღის ფარგლებში ან ორდღიანი ტურის დაგეგმვის შესაბამისად მოახდინონ რამოდენიმე დაცული ტერიტორიის მონახულება. ერთგვარად ეს არის მექანიზმი, რომ ხელი შეუწყოთ მათ ეფექტურად დაგეგმონ მათი მოგზაურობა, მეორე მხრივ კი ეს ემსახურება ასევე პოპულარიზაციას იმ დაცული ტერიტორიებისა, რომელიც დღემდე შესაძლოა ისეთი პოპულარული არ იყოს, როგორც არის მაგალითად პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი. კი ბატონო, მთლიანობაში როგორ ხვდებით საგაზაფხულო და უკვე საზაფხულო სეზონს დაცულ ტერიტორიებზე, ამის გარდა რა სიახლეები გვაქვს და ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად უსაფრთხოების ნაწილი და ყველა ის კომპონენტი, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიებთან მიმართებაში, მაქსიმალურად იქნება დაცული. ცალსახად აქტიური სეზონისთვის დაცულ ტერიტორიების სააგენტო უკვე დიდი ხანია ემზადება ამ მიმართულებით აბსოლუტურად პირველ რიგში ვაწესრიგებთ იმ ეკოტურისტულ ბილიკებს, სადაც გადაადგილება უნდა მოხდეს ვიზიტორების მხრიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ მათ კომფორტული უსაფრთხო ბილიკები დავახვედროთ აღნიშნული სეზონისთვის, მათ შორის სრულად ნახლდება საინფორმაციო ქსელი, მანიშნებლები იმისათვის, რათა ნავიგაცია იყოს მათთვის პირველ რიგში უსაფრთხო და შესაძლებელი. რა თქმა უნდა, უკვე გზის გახსნის პარალელურად თუშეთის და შავხევსურეთის სალაშქრო მიმართულებები ასევე იქნება მათთვის ხელმისაწვდომი და შესაბამისად ჩვენთვის აქტუალურია, რომ იქ არსებული ბილიკებიც მათთვის იყოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში. უახლოეს პერიოდში ოფიციალურად შეგვიძლია უკვე დავაანონსოთ თბილისის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის გახსნას, თქვენ იცით, რომ გასულ წელს დასრულდა მშენებლობა ეკოტურისტული კომპლექსისა, რომლის ფარგლებშიც 50-მდე საპიკნიკე სივრცე შეიქმნა თბილისის ეროვნულ პარკში, მათ შორის მოწესრიგებული პარკინგი, სადაც შესაძლებელია საბადურის ტყის მონაკვეთზე გადაადგილების დროს კომფორტულად განვათავსოთ მანქანა და შესაბამისად ეს სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა თბილისთან ძალიან ახლოს მდებარეობს და შესაბამისად შაბათ-კვირას ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია რომ მოინახულონ. აქვე დავძენ მაგალითად ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს, სანამ ძალიან მაღალი ტემპერატურები დაიწყება, ფაქტიურად აპრილი, მაისი ეს არის იდეალური სეზონი იმისათვის, რათა მოვინახულოთ ვაშლოვანის ნახევარუდაბნოს ლანდშაფტები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მოლაშქრეებისათვის ბორჯომხარაგაულის და ლაგოდეხის მიმართულებები, სადაც ასევე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხდება ის სამხედრო შეღებვის თუ რეაბილიტაციის სამუშაოები, რაც მოგცემს საშუალებას, რომ უფრო კომფორტული სერვისები შევთავაზოთ ვიზიტორებს. მეორე მხრივ კი საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობთ ახალი სერვისების დანერგვის კუთხით, იმისათვის, რათა გარდა იმ ძალიან პოპულარული დაცული ტერიტორიებისა, რომელიც ყველა ძალიან კარგად ვიცით უკვე, ასევე ახალი ობიექტები და ახალი მიმართულებები შევთავაზოთ ვიზიტორებს. და ჩვენი საუბრის ბოლოს რა გამოწვევებია, რომელთა გადაჭრაც აუცილებლად გესახებათ, რადგან ახლა აქტიურ სეზონზე გადავდივართ და შესაბამისად საინტერესოა დავუშვათ რა პრობლემებთან გიწევთ გამკლავება. რა თქმა უნდა, გამოწვევები ეს ყოველდღიური საქმიანობის თამდევი ნაწილია. დაწყებული ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებიდან, როდესაც საუბრობთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასა და მას დემარკაციაზე, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან ჩვენ ვმუშაობთ არაერთ საკითხებზე, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილში, სადაც ასევე ცალკეულ შემთხვევებში ხვდებით ხოლმე გამოწვევებს იმისათვის, რათა სწორად მივიტანოთ ინფორმაცია თუ რას ემსახურება დაცული ტერიტორია. შემდეგ უკვე იმის პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მოხდეს ეკოტურიზმის განვითარება და ამ ნაწილშიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ერთ-ერთი ყველაზე უპირველესი ამოცანაა ჩვენი, სადაც
თვლით, რომ მნიშვნელოვანი ამ გამოწვევის სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უმასპინძლოთ. აღნიშნავთ ხოლმე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებულობას, რა თქმა უნდა, კომფორტული გადაადგილება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც დაცულ ტერიტორიებზე მისვლამდე, ასევე შემდეგ უკვე დაცული ტერიტორიების შექმნის შესაბამისად, გარდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობისა, ჩვენი ამოცანაა, რომ ვიმუშაოთ ასევე სხვა უწყებებთან, იმისათვის, რათა საქართველოში ჩამოსული ვიზიტორი, დაწყებული აეროპორტიდან უშუალოდ მისული ცალკეულ დაცულ ტერიტორიებამდე ეს გზა იყოს მისთვის მკაფიო. ამაში გულისხმობ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ მათ შორის სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა თუ პლატფორმებზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, იმისათვის, რათა ყველა ინფორმაცია ყველა ეტაპზე მათთვის იყოს ხელმისაწვდომი თუ როგორ დაგეგმონ მოგზაურობა. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების კიდევ უფრო ზრდასელით? დიახ, როგორც წესი და როგორც ყოველწლიურ სტატისტიკას და ტრენდს ვაკვირდებით, დაახლოებით დაცულ ტერიტორიებზე 10-15%-იანი ზრდის დინამიკა ყოველწლიურად შეინიშნება. იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც წელს მსოფლიოში ხდება, ვფიქრობთ, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდება, თუმცა სადღაც 10%-ის ფარგლებში იქნება მოსალოდნელი ზრდა. ძალიან დიდი მადლობა. არასდროს არ დამიმალოთ, რომ ძალიან გულშემატკივრობ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, რაც შეიძლება მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ვიზიტორმა მოინახულოს, ამიტომ სიამოვნებით გიმასპინძლებთ კლავად სიახლეებით ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში თამარ ხახიშვილი საუბრობდა.